რეფორმები და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევის შედეგები, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები, კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები. დრო გამოცდებიდან გამოცდებამდე ჩვენთან გადის. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. მოგესალმებით, ვიწყებთ ჩვენს გადაცემას გამოცდებიდან გამოცდებამდე. შეგახსენებთ, რომ სტუდიაში თქვენთვის თეიკო ანჯაფარიძე მუშაობს. იპოვე შენი მომავალი. მოусმინე გადაცემას გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ სრულდება და აბიტურიენტებს ახლა ყველაზე მეტად დაინტერესებთ მიღებული შედეგი. ყველაზე ადრე უკვე ცნობილი არის, რომ ისინი გაიგებენ ზოგადუნარებში მიღებულ შეფასებას, როდის გახდება ზოგადი უნარების პირველადი შედეგები ცნობილი, რას ამოწმებს თავად ეს ტესტი და რატომ არის სავალდებულო ამ გამოცდის ჩაბარება ყველა აბიტურიენტისათვის. ამის შესახებ ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარი არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო დოლიძე. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 292 11 99 ან 292 11 88. მოგესალმებით სოფო. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს აბიტურიენტებს. თავარი და ყველაზე აქტუალური კითხვა ამ პერიოდისათვის, როდის იქნება შედეგები ცნობილი? შედეგები სავარაუდოდ ივლისის ბოლოსთვის გვექნება. უკვე ჩვენ დავიწყეთ უნარების ტესტის პასუხების ფურცლების დასკანერება. თქვენ იცით, რომ ზოგადი უნარების ტესტი მხოლოდ ავტომატურად, ელექტრონულად სწორდება, ადამიანური რესურსი მის გასწორებაში ჩართული არ არის. გამსწორებელთა კომისია, როგორც არის სხვა ჯგუფების შემთხვევაში, ამ შემთხვევაში არ გვყავს. ელექტრონული სკანერის მეშვეობით სკანირდება ნამუშევრები, შემდეგ მოწმდება, ეგრეთ წოდებული ვერიფიკაციის პროცესი გადის და საბოლოოდ გვაქვს ხოლმე შედეგები. წელს მოხდა ისე, რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა გამოცდა, როგორც შარშან იყო კიდევ უფრო გაიზარდა ნუსხა გამოცდებისა. გამოცდა გვაქვს მასწავლებლებსაც გამოცდებსაც დაემატა ქართული როგორც მეორე ენა, გვაქვს ხელოვნების გამოცდა აბიტურიენტებისთვის, ასე რომ გამოცდების ნუსხა გაიზარდა. ეს თავისთავად ცოტა აფერხებს სკანირების პროცესს, სამწუხაროდ სხვა საგამოცდო ნამუშევრების უნდა დასკანერდეს, არა მხოლოდ ზოგადი უნარების პასუხების ფურცლები, როგორც იცით, ყველა საგანში ყველა აპლიკანტი იქნება ეს მასწავლებელი, მაგისტრანტი თუ აბიტურიენტი საკუთარ საგამოცდო ნაშრომს, პასუხების ფურცელს ხედავს ხოლმე ჩვენს ვებგვერდზე, მას შეუძლია იხილოს თავისი გასწორებული ნაშრომი, ამისათვის აუცილებელია ნაშრომების დასკანერება, ანუ დასკანერება ხდება არა მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტისათვის, არამედ ყველა გამოცდისთვის, ამიტომ დროში ეს პროცესი ცოტა გადავადდა და ივლისის ბოლომდე სავარაუდოდ მოუწევთ მოსწრეთ ჩვენს აბიტურიენტებს, მე ყველას მოთმინებას და თქვენ ახსენეთ, რომ კომპიუტერულად სწორდება. არ არის რაიმე ტიპის დავალება შესული, რომელსაც ეგრეთ წოდებული ადამიანური რესურსი სჭირდება? არა, ზოგადი უნარების ტესტში ყველა დავალება არის არჩევით პასუხიანი, 80 დავალება ძალიან მოკლედ სტრუქტურის შესახებაც ვიტყვი, სავარაუდოდ უკვე იციან აბიტურიენტები, მაგრამ მაინც 40 ვერბალური დავალება არის მოცემული და 40 მათემატიკური. წელს ჰქონდა სიახლე ვერბალურ ნაწილში, თვალსაზრისით, რომ ჰქონდა მეხუთე სავარაუდო პასუხები ანალოგიის და ლოგიკის დავალებებზე. მათემატიკურ ნაწილში ასეთი სიახლე არ ქონია, იქ უკვე 2005 წლიდან ყველა იმ დავალებაზე, რომლის ფორმატიც ამის საშუალებას იძლევა 5 სავარაუდო პასუხი გვაქვს და ყველა დავალება, 80-ვე დავალება ტესტის ყველა ვარიანტში ცხადია, არის არჩევით პასუხებიანი, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ სავარაუდო 4 ან 5 პასუხიდან უნდა ერთი შეარჩიოს, ერთი სწორი შეარჩიოს აბიტურიენტმა. შესაბამისად, ამიტომაც არ არის საჭირო გამსწორებლის ჩარევა ამ საქმეში. ერთი კითხვა, რომელიც მოგწერა ჩვენმა მსმენელმა, სტატისტიკა როდის გამოქვეყნდება, თუ არის ცნობილი, რომელი ვარიანტი იყო წელს ყველაზე რთული. და კითხვა, რომელსაც ჩვენ გავეცით ასე თუ ისე პასუხი, ზუსტად რომელ რიცხვში გავიგებთ შედეგებს და თუ შეიძლება წინაწლებთან შედარებით როგორი არის შედეგი, ამასაც გავაკეთოთ თქვა. კომენტარი. ბატონო, რაც შეეხება ზუსტ რიცხვს ცხადი ამას წინასწარ ვერ ვიტყვით, ივლისის ბოლო არის სავარაუდო, ასე ვთქვათ, პერიოდი, როდესაც შეიძლება შედეგები გქონდეს. სწორედ ნამშრომების დასკანერებასა და რეალურად გასწორებას უკავშირდება სტატისტიკა წინასწარ არ გვაქვს ხოლმე, გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი გვაქვს დასკანერებული ნაშრომების დიდი რაოდენობა 4-ვე საგამოცდო ვარიანტში, ასე რომ ჯერ არავინ არ იცის რომელი ვარიანტი აღმოჩნდა შედარებით რთული. აქვე მინდა ვუთხრათ ჩვენს აბიტურიენტებს, რომ ეს სირთულეებს შორის განსხვავება უნარების ტესტში ძალიან
მცირე არის ხოლმე, მინიმალურია. თეორიულადაც შეუძლებელია, რომ ზუსტად ერთ ეგრე სირთულის ტესტი შეიქმნას, იმიტომ ტესტის სირთულე დამოკიდებულია იმ 8000 ადამიანზე, რომელიც თითოეულ სესიაზე ასრულებს ამ ტესტს, ასე რომ წინასწარ ზუსტი რიცხვის თქმა რა იქნება სირთულე არავინ არ შეუძლია. ექსპერტულად რა თქმა უნდა შეგვიძლია რაღაც შეფასებები გავაკეთოთ წინათლების გამოცდილებით და სავარაუდოდ ჩვენ შევეცადეთ ტესტი სავარაუდოდ ისე საშუალო სირთულის იქნება, ჩვენ შევეცადეთ ყოველთვის რასე ყოფილიყო, დაახლოებით მისი სირთულე მერყობს ხოლმე 0.45-დან 0.50-მდე. ანუ სირთულე არის ხოლმე საშუალო ძირთად, ასე რომ წელსაც ესეთი იმედი გვაქვს, რომ ესეთი შედეგი გვექნება. ჩვენი მიზანი რომელი ვარიანტი იყო ყველაზე რთული? ეს არის ესეთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა და აქვე მინდა გკითხოთ, რატომ არ შეიძლება რომ ყველა ვარიანტი იყოს ერთნაირი სირთულის? ანუ ყოველთვის არსებობდია. სწორედ ახლა ამის შესახებ მოგახსენებდით, დავალების ტესტის სირთულე, ის როგორც თითოეული დავალების სირთულე, ითვლება იმით, როგორ შეასრულეს ეს ტესტი ადამიანებმა, რომლებიც მოვიდნენ გამოცდაზე. რამდენმა გასცა სწორი პასუხი. უხეშად რო თქვა, თუ მაგალითად ტესტურ დავალებას ერთ წელს 100 ადამიანიდან 100-მ სწორი პასუხი გასცა, მაშინ მისი სირთულე იქნება 1, ანუ ძალიან მაღალი. თუ კი 100 ადამიანიდან 80-მა გასცა სწორი პასუხი, მისი სირთულე იქნება 0.8, ანუ 80%, ხო? როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ტესტის სირთულეზე, ის არის ერთგვარი კრებითი რიცხვი იმ დავალებათა სირთულეებიდან. დავალებას ასრულებენ ადამიანები, რომლებიც იქ მოვიდნენ გამოცდაზე კონკრეტულად, ანუ წინასწარ თქმა რა იქნება ტესტის სირთულე, ზუსტად ეს აბსოლუტურად შეუძლებელია და ასევე შეუძლებელია 8000 ადამიანი ზუსტად ერთნაირად ასრულებდეს დავალებებს. ხო წარმოგიდგენიათ? ამიტომ ჩვენ გვაქვს 4 სესია, 4-ჯერ 8000 ადამიანი და ზუსტად ერთნაირად ცხადია ისინი ტესტს ვერ შეასრულებენ. გარდა ამისა, თუ კი ჩვენ გვაქვს სირთულის შორის განსხვავება, ჩვენ ვუთხრათ ეს ჩვენ აბიტურიენტებს, თუ კი გვაქვს ოდნავით განსხვავება მაინც სირთულეებს შორის, ესეც რა თქმა უნდა გაიგივების შემდეგ ეს ასე ვთქვათ პრობლემა, ამის პრობლემასაც ვერ დავაყენებს აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენაა. ეს ბუნებრივი მოვლენა აღმოიფხვრება, ჩვენ ყველა აბიტურიენტი გვეყოლება თანაბარ პირობებში, იმიტომ რომ მათ გაიგივებული ქულებით მიიღებენ ისინი გაიგებული ქულებით მიიღებენ კონკურსში მონაწილეობას. ამის შესახებ უფრო დეტალურად ვისაუბროთ ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილში. გადაცემაში ახლა რეკლამის დროა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი არის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი და თქვენ ასევე საშუალება გაქვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 292 11 99 ან 292 11 98. იპოვე შენი მომავალი. მოусმინე გადაცემას გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო დოლიძე. გადაცემას ვიწყებთ, ჩვენი მსმენელი არის სატელეფონო ხაზზე. დიახ, გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გთხოვთ დასვათ კითხვა. გამარჯობათ, მოგესალმებით. ქალბატონო სოფო, მაინტერესებს, თუ აბიტურიენტი მიიღებს 21 ქულას ზოგად უნარებში, რამდენად აქვს შანსი იმისა, რომ კონკურსში მონაწილეობა გააგრძელოს? და მეორე შეკითხვა მაქვს, გამოცდების ეროვნულ ცენტრის საიტზე გაავრცელდა ინფორმაცია, რომ 20 ივლისამდე იქნება შედეგები და რამდენად საბამება სინამდვილეს? დიდი მადლობა კითხვისათვის. სოფო, ეს კითხვა მეც უნდა დამესვა გადაცემის მეორე ნაწილში. ანუ ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რომელიც წელს განხორციელდა, შეეხო თქვენს გამოცდას, აიწია სამი ქულით აიწია კომპეტენციის ზღვარი. შარშან და წინა წლებში 21 ქულა აუცილებლად ჩაითვლებოდა კონკურსში დასარჩენ ქულად, იმიტომ რომ ეს იყო მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადამლახავი პირველი ქულა, როგორც მოგეხსენებათ 25% იყო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ეს არის 20 ქულა 80 ქულის შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ გვქონდა წელს სიახლე, მნიშვნელოვანი სიახლე იყო ძალიან იმისათვის, რომ გაზომვის სიზუსტე გაზრდილი იყო და შემთხვევით ქულების მოპოვების ალბათობა შემცირებულიყო. ჩვენ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გავზარდეთ 21-დან 24 ქულამდე, ანუ ეხლა ნამდვილად კონკურსში დარჩება ყველა ის, ვინც მიიღო 24 ქულა, მაგრამ აქ არის ერთი საინტერესო ფაქტი, ჩვენ ასევე ისე როგორც ყველა სხვა გამოცდაში გაიგივების პრინციპით შევხედავთ ეხლა უკვე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, ანუ 24 ქულა იქნება გამსვლელი ყველაზე ადვილ ბრწყალებში ვარიანტში, მაგრამ შეიძლება გამსვლელი ქულა იყოს 23-22.
ცოტა მეეჭობა, ხარ მინდა წინასწარ არასწორი პროგნოზი გავაკეთო, ცოტა მეეჭობა რომ ვერსიებს შორის ასეთი დიდი სხვაობა იყოს, რომ 21 ქულაც იყოს გამსვლელი, თუმცა არ ვიცი, ჯერ ამის თქმა შეუძლებელია, ეს რომ ყოფილიყო შარშანდელი პრინციპი, როდესაც მინიმალური ბარიერის გადალახვა იყო განსაზღვრული ნედლი ქულით, მაშინ შეიძლებოდა თქმა, რომ ეხლა თქვა ნედლი ქულა ეხლა რო ყოფილიყო 24, ვიტყოდით, რომ არა, ნამდვილად 21 ვერ გადალახავს ბარიერს, მაგრამ რადგან წელს გაიგივებული ქულებით ხდება მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა, ამიტომ ჯერ ვერაფერს ვერ ვიტყვით. შესაძლებელია ადამიანს ჰქონდეს შანსი, თუ კი ცოტა დიდი იქნა განსხვავება ტესტის სხვადასხვა ვერსიის სირთულებს შორის, მაშინ შეიძლება ჰქონდეს შანსი 21 ქულას. ისევ მსმენელი არის სატელეფონო ხაზზე, დიახ, გისმენთ თქვენ პირდაპირ. სავარაუდოდ როდის დაიდება ტესტების პასუხები? დიდი მადლობა კითხვისათვის და აქვე მინდა რომ გავცეთ მეორე კითხვის პასუხი. ხო, ეს დაახლოებით ერთი და იგივე შეკითხვა. ჩვენ ვფიქრობთ, ვარაუდობთ, რომ გვექნება უკვე ზოგადი უნარების ტესტების პასუხები ივლისის ბოლოსთვის, დაახლოებით 25 ივლისის შემდეგ, 20 ივლისს რაც შეეხება, ნამდვილად 20 ივლისისთვის ვერ იქნება. შედეგები იქნება მხოლოდ 25 ივლისის შემდეგ, ივლისის ბოლო რიცხვებში ალბათ უფრო. და აქვე მინდა რომ შევახსენოთ ჩვენ მსმენელებს, რომ ენდონ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული. კიდევ სატელეფონო ზარი, დიახ, გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ალო. დიახ, გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობათ, მე მოგესალმებით. რა მაინტერესებს იცით, აი როდესაც თქვენ ამბობთ, რომ თქვათ იმას შეხვდა შედარებით ადვილი, ამას შედარებით ნაკლებად ადვილით უფრო ძნელი ვარიანტი. იმ შემთხვევაში ხო ქულები სხვადასხვანაირად არის და ბავშვმა რა დააშავა, იმან ხო არ იცოდა პირველი შეხვდებოდა მესამე თუ მეოთხე, ხო და იმის გამო რომ სწორედ არ არის, ნამდვილად არ არის სწორედ გადანაწილებული ეს ყველაფერი, ხო რომ იმას შეხვდა ადვილი, იმას შეხვდა ძნელი, რა ქნას ამ შემთხვევაში ბავშვმა? ამ შემთხვევაში ბავშვმა სოფო. ძალიან კარგი შეკითხვა, ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. როგორც უკვე ვთქვი, წინასწარ სრულიად შეუძლებელია, თეორიულადაც კი შეუძლებელია თქმა, რომელი ვარიანტი იქნება რთული. სირთულე დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც კონკრეტულ დღეს 30 ივნისს მოვიდნენ გამოცდაზე დილით 9 საათზე და დაწერეს პირველი ვერსია, შემდეგ იმ 8000 ადამიანზე, რომელიც 30-ში 2 საათზე მოვიდა გამოცდაზე და დაწერა მეორე ვერსია. ამიტომ ის რომ ეს არასწორად არის გადანაწილებული, ნამდვილად არ არის მართებული ნათქვამი. წინასწარ შეუძლებელია იცოდე როგორ შეასრულებს ტესტს 8000 ადამიანი და სხვადასხვა 8000. ამიტომ მინიმალური სხვაობები არის ნამდვილად ტესტის ვარიანტებს შორის. ეს გარდაუვალია, თეორიულადაც შეუძლებელია რომ ეს არ მოხდეს. უბრალოდ იმისათვის ძალიან კარგი შეკითხვა დამისვით, რა დააშავა ბავშვმა, რა თქმა უნდა არაფერი არ დააშავა ბავშვმა და რა თქმა უნდა არავითარ შემთხვევაში არ დაიჩაგრება ამ შემთხვევაში ადამიანი, რომელსაც შედარებით რთული ტესტი შეხვდა და ამისათვის არის გაიგივების პროცედურა, რომელსაც ჩვენ მივმართავთ. გეტყვით ამ პროცედურის შესახებ, რა შემდგომარეობს. დავუშვათ მე აბიტურიენტი ვარ და შევასრულე ტესტის პირველი ვარიანტი, მივიღე რაღაც კონკრეტული ქულა. იმის მიხედვით ტესტის სირთულეების გათვალისწინებით დაითვლება რა ქულას მივიღებდი მე მეორე, მესამე და მეოთხე ვარიანტები რომ შემესრულებინა და ყველაზე მაღალ ქულას სადაც მივიღებდი ჩემი უნარების წყალობით, რაც მე ვაჩვენე პირველ ვარიანტში, ის გახდება ჩემი საკონკურსო ქულა. ანუ პრინციპი არის საკმაოდ ადვილი, ესე რომ შევხედოთ. ხო და ძალიან მიმართული აუცილებლად ჩვენმა მსმენელმა დასვა რა დააშავა ბავშვმა, საკითხი ყდება აბიტურიენტის სასარგებლოდ თუ აბიტურიენტის საზიანოდ. ანუ ეს იყო ალბათ ამ კითხვის მთავარი არის. შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მოქმედების პრინციპი 2005 წლიდან რაც ეს გამოცდები დაიწყო. ყოველთვის ყველა შემთხვევაში საკითხი წდება აბიტურიენტის სასარგებლოდ. რეალურად ჩვენ ახლა ვირჩევთ მას, ვუყურებთ მას, რომ დაეწერა სხვა ვარიანტები. შედარებით ადვილი კი არა, ყველას მოვსინჯავთ, ანუ პირველი დაწერა, მეორეს ვნახავთ, მესამეს და მეოთხეს, რა ქულას მიიღებდა იმ ვარიანტებში და ვირჩევთ საუკეთესოს, რომელშიც მიიღებდა. და ის იქნება მისი საკონკურსო ქულა, ანუ ყველაფერი წდება აბიტურიენტის სასარგებლოდ. კიდევ ზარი, ჩვენი მსმენელი არის ხაზზე, მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. როგორც თქვენ ამბობთ, უნდა დაუჯეროთ მხოლოდ გამოცდების და შეფასების ეროვნულ ცენტრს. რამოდენიმე დღის წინ დავრეკე და მითხრეს, რომ უნარების პასუხები დაიდებოდა არაუგვიანეს 20 ივლისის. თქვენაც ხადებთ, რომ დაიდება 25 ივლისის შემდეგ და რატო ხდება ესე, როცა ხელხაზზე ვრეკავთ და არ არის ზუსტი ინფორმაცია ჩვენთვის მოწოდებული.
ძალიან დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ოთხ დაუჯეროთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ჩვენ გვინდა რა თქვა ოთხ დაუჯეროთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს. თქვენ შეგიძლიათ ინფორმაცია მიიღოთ როგორც ცენტრის ვებგვერდიდან, ასევე ცხელი ხაზიდან. ძალიან ვწუხართ თუ სადმე არასწორი ინფორმაცია იქნა მოწოდებული თქვენთვის რომელიმე წყაროდან. უბრალოდ ჩვენ ისევ ვილაპარაკეთ ხო პროცესს როგორ ხდება შედეგების დათვლა ზოგადი უნარების გამოცდისთვის. აუცილებელია ყველა ნაშრომის და ზოგადი უნარების გამოცდა დაწერა 34,000-ზე მეტმა ადამიანმა ყველა ნაშრომის დასკანერება, შემდეგ ვერიფიკაციის პროცესი უნდა გაიაროს ყველა ნაშრომმა და მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება შედეგები. იმის გამო რომ შტაბ-ჭრება გვაქვს ჩვენ წინა წლებიდან გამომდინარე რომ რაღაცა უფრო ადრე ივლისის შუა რიცხვებისთვის გქონდა ხოლმე შედეგები. იმის გამო რომ ჩვენ ძალიან ბევრი ახალი გამოცდა გვაქვს წლიდან წლამდე იზრდება გამოცდების რაოდენობა, ამიტომ ეს პროცესი ცოტა უფრო შენელდა, სხვა ნაშრომებიც სკანერდება პარალელურად იმისა რომ სკანერდება ზოგადი უნარების ტესტური და პასუხების ფურცლები, ასე რომ ივლისის მეორე ნახევარში იქნება პასუხი და მე დაახლოებით 25 შემდეგ გვექნება პასუხები. დიახ, და ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ახსენებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. თუ კიდევ ერთი სატელეფონო ზარი, დიახ, გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ, მოგესალმებით. გამარჯობათ, მოგესალმებით. პირველ რიგში თეიკო თქვენ მინდა რომ გადაგიხადოთ, მადლობა რომ ჩვენს გვერდით იდექით მთელი ერთი წელიწადი და ახალ ინფორმაციას გვაწვდით. ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ გვისმენდით. ხოლო რაც შეეხება ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელთან მექნება შეკითხვა. ყოველწლიურად იზრდება ტექსტის სირთულის დონე და რატომ ხდება ასე? დიდი მადლობა კითხვისთვის. მოგახსენებთ, მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს უფრო სუბიექტური შთაბეჭდილება არის ჩვენი მსმენელების, თუ ისინი სტატისტიკურ მონაცემებს შეხედავენ თითოეული ტექსტის მიხედვით, მათ სამწუხაროდ არ აქვს ეს ინფორმაცია, მათ აქვს ზოგადად უნარების ტესტის მიხედვით ინფორმაცია, ტესტიც კი არ რთულდება წლიდან წლამდე, პირიქით იყო მაგალითად 2007 წელი, როდესაც ყველაზე რთული ტესტი გქონდა 45-44 იყო იქ მაჩვენებლები, მას შემდეგ შედარებით ადვილი გვაქვს 47-8. მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულ ტესტში არის ორი ტექსტი, ერთი შედარებით ოდნავ უფრო ადვილი ვიდრე მეორე, იმისათვის რომ კარგად მოხერხდეს დიფერენცირება ძალიან კარგი მკითხველებისა, გვაქვს შედარებით ოდნავ უფრო რთული ტექსტიც ტესტში, მაგრამ წლიდან წლამდე ჩვენ რო ვნახოთ სტატისტიკა, ამას ვებგვერდზე თქვენ ვერ იხილავთ, უბრალოდ ჩვენ აუცილებლად ვაკეთებთ ყოველ წელს ამის ანალიზს, არ არის ნამდვილად ესე, რომ წლიდან წლამდე ტექსტები რთულდება. სუბიექტურადაც თუ კი თქვენ გაქვთ საშუალება და მიგიწვდებათ ხელი წინა წლების ტესტებზე, არა მარტო ერთი წელს ნუ აიღებთ, რამდენიმე წელი აიღეთ, თქვენ ნახავთ, რომ წლევანდელი ტექსტები ნამდვილად არ არის. აი სრულად სუბიექტურად ექსპერტი ისე რომ შეაფასოთ თავშოთ, როგორ შთაბეჭდილება დაგჭირებათ, ნახავთ, რომ ნამდვილად არ არის წლევანდელი ტექსტები უფრო რთული ვიდრე წინა წლების ტექსტები. ამიტომ რიცხვებიც ამას არ გვეუბნება და მე დარწმუნებული რომ რამდენიმე წელს რო შეხედოთ, ეს შთაბეჭდილება თქვენც გექნებათ. სოფო, თქვენ საუბრობდით, რომ არ გართულებულა წინა წელს შედარებით, მაგრამ თუმცა აბიტურიენტები გწერენ ჩვენი Facebook-ის გვერდზე, რომ საკმაოდ რთული იყო ეს გამოცდა და წელს უფრო რთული იყო ის დავალებები ვიდრე წინა წელს. რამდენი შეესაბამება ეს როგორც თქვი, ჯერ ნამდვილად არ ვიცით რა არის ტესტის სირთულე, მაგრამ ჩვენი მიზანი ყოველ წელს არის საშუალო სირთულის ტესტის მომზადება და დარწმუნებული ვარ თითქმის სრულიად, რომ ტესტის სირთულე წელსაც იქნება საშუალო და არ იქნება უფრო რთული ვიდრე იყო შოც წინა წლებში. რაც შეეხება შთაბეჭდილებას ადამიანებისა, რომლებმაც იმუშავეს ტესტზე, მე ასე ავხსნიდი ამას, შევეცდები ყოველ შემთხვევაში და არ ვიცი რამდენად მისაღები იქნება ჩემი პასუხი აბიტურიენტებისთვის. როდესაც ჩვენ წლის განმავლობაში ვასრულებთ სხვადასხვა წლის ამა თუ იმ წლის ტესტს, ჩვენ ამას ვაკეთებთ სახლის პირობებში, დასვენებულები, ზედმეტი სტრესის გარეშე, იმიტომ რომ გამოცდაზე არ ვართ, არა ზაფხულში, როდესაც გცხელა, ან ბევრი სხვადასხვა პირობა არის, როდესაც ჩვენ ამ ტესტს ვასრულებთ და ბევრი სხვა პირობა მოქმედებს ამ ტესტის შესრულებაზე. ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ის, რომ ჯერ ვერბალურ ნაწილს დავუთმობთ რაღაც დროს, საერთოდაც არ ვაკონტროლებთ ხშირად დროს და ისე ვასრულებთ ტესტს. მერე ცალკე
მეორე დღეს ვასრულებთ მათემატიკურ ნაწილს, ერთად ეს ტესტი მთლიანად არ შეგვისრულებია 3 საათი, არ დაგვინიშნია, არ გაგვიყვია დრო და მაინც საგამოსტო სიტუაციას თავისი სტრესი აქვს როგორც ისე. მაგრამ ეს სიტუაციიდან გამომდინარე არის ახმა აბიტურიენტების. თუმცა დაიდება ის სტატისტიკური ანალიზი და ალბათ შედარების საშუალება იქნება. კიდევ ერთი სატელეფონო ზარი და ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენი დრო იწურება. დიახ, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ვთანდებთ. მე მაინტერესებს რატომ არიდება თვითონ ტესტის პასუხები, ანუ აი რა უშლის ამას ხელს. ჩვენ ნახეთ რომ ქართული მაგალითად მეორე დღესვე დაიდო პასუხები და სხვა საგნები აი რატომ არიდება თვითონ პასუხები აი ეს მაინტერესებს. როგორ გეკადრებათ პასუხები სწორედაც რომ ზოგადი უნარების ტესტი ყველაზე ადრე იდება და ზუსტად იმ დროს როდესაც გამოქვეყნდა ტესტი, გამოქვეყნდა მისი პასუხებიც. ეს იყო თუ არ ვცდები 2 ივლისის დღის მეორე ნახევარი თუ 3 ივლისის დილა ნამდვილად ტესტთან ერთად დაიდო პასუხებიც უბრალოდ შეება რომ უთხრათ მიუთითოთ რომელ ელექტრონულ მისამართზე. ხო, ნაეკჯიზე შეიძლება ნახვათ ერთენალურ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები და სწორი პასუხები, ასე ქვია იმ ადგილს, როდესაც თქვენ ეს მოძებნოთ და ზოგადი უნარების 4-ვე ვერსია და ასევე არაქართულენოვანი ვერსიები დადებულია და მოჰყვება მათ სწორი პასუხებიც. უბრალოდ სავარაუდოდ კარგად ვერ მოძებნა მსმენელმა, თორემ ნამდვილად იმ დღესვე როგორც კი დაიდო ტესტი, დაიდო პასუხებიც. ძალიან დიდი მადლობა კითხვისათვის და ბოლო ძალიან მოკლე კითხვა, რომელიც მოგწერა, ძალიან მოკლედ რომ გვიპასუხოთ სოფო, იმიტომ რომ ჩვენ გადავაცილეთ ყველანაირ დროს, რომელიც ჩვენთვის იყო განკუთვნილი, მესმის რომ ინტერესი ძალიან დიდია თქვენი გამოცდის მიმართ. სკალირებაზე გვაინტერესებს დაახლოებით რამდენი ქულა ემატება რთულ ვარიანტს, ეს ისევ იცით რა, ისევ გაიგებას ვეხებით, მე მინდა ძალიან გარკვევით უთხრა აბიტურიენტებს, რომ კონკრეტულად რაღაცა ვარიანტს, რაღაც ქულა არ ემატება, ეს არ ყოფილა არასოდეს. რატომღაც საბეჭდილება აქვს, რომ რაღაცა მესამე ვარიანტს დაემატება ამდენი ქულა. არ არის ეს სწორი. არავითარი კონკრეტული ქულა არ ემატება. ჩვენ ისევ ვიმეორებ, ვითვლით რა ქულას მიიღებდა ადამიანი, რომ შეესრულებინა სხვა ვარიანტები, უფრო ადვილი და ყველაზე მაღალი ქულა, რომელიც შეიძლება მას ჰქონოდა, ის იქნება მისი საკონკურსო ქულა. ძალიან დიდი მადლობა სოფო ამ მომწურავი პასუხებისათვის, დიდი მადლობა ჩვენ მსმენელებს აქტიურობისათვის და შევეცდებით რომ მივაწოდოთ მათ დროული ინფორმაცია და რაც მთავარია სანდო ინფორმაცია გამოცდების შესახებ და არა მხოლოდ გამოცდების შესახებ. მე მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით და გვიყურეთ ხვალ ჩვენი გადაცემის რუბრიკაში იმედის დილაზე. წარმატებას ვუსურვებთ აბიტურიენტებს. რეფორმები და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევის შედეგები, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები, კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები. დრო გამოცდებიდან გამოცდებამდე ჩვენთან გადის. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად.